Жуткая история. Несчастная любовь. Девушку жалко. На полном серьезе. Там немножко истории Грузии. Это 1855 год, Крымская война. И получается, семейная драма наложилась на трагедию, опять же, грузинского народа. Вот как получилось. Сейчас Грузию не жалко? Почему же не жалко? Жалко. გრიგოლ რობაქიძის მეგი მაიორმა მალკოვმა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში წაიკითხა. ტყვედ ჩავარდნილი რუსი ოფიცერი საქართველოს ისტორიის სწორედ ამ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ დაინტერესდა. მალკოვის Tu-22-მა საქართველოში 40 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება ჩამოაგდო. 9 აგვისტოში ქართველებმა რუსული საფრენი აპარატიც გაანადგურეს. В момент поражения ракет находился в сознании, действовал автоматически, катапультировался. На земле был задержан группой захвата. Через сколько времени произошло задержание? Не знаю, был без сознания, я же говорю, у меня рука была перебита, потеря крови и перелом позвоночника. Ну а сейчас как со здоровьем? Уже ничего не нужно? Ну, видите, нормально, руки движутся, вот руку пришили, все нормально. Лечат хорошо, лекарства, все, врачи, отношения хорошие. მაიორის გვერდით პოლკოვნიკი ზინოვი მკურნალობს. ის საქართველოს Su-24-ით ბომბავდა. მასაც მალკოვის მსგავსად კატაპულტირების დროს ხელხემალზე აქვს ტრავმა მიღებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით წითელი ჯვარის სასულიერო პირები და პირველი ლედი სანდრა რულოვსიც დაინტერესდა. უდუშაურის კლინიკაში რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ ისინი 16 აგვისტოს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. Задание было отыскать скопление военной техники и войск на подходах с Хенвали. И, убедившись в этом, сработать. В первом заходе мы зашли со штурмом, и он не опознал цели, то есть не нашел в первом заходе военных там и боевую технику. Поэтому решили выполнить повторный заход. ტყვედ ჩავარდნილ რუს ოფიცრებს პირადად ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი მკურნალობს. მათი სრული რეაბილიტაციისთვის რამდენიმე თვეა საჭირო. თავისუფლების შერყევა, ხერხემლის დახურული ტრავმა არის და მეოთხე დისკის კომპრესიული მოტეხილობა. გარდა ამისა, პოსტოპერაციული მდგომარეობა ხრიზულის მოტეხილობის გამო და შესაბამის მკურნალობა უტარდება ერთსაც და მეორესაც. რაც შეეხება ზინოვთან გარდა ტრავმისა, ხერხემლის დახურული ტრავმისა არის კიდე დამწრობა. რამდენ ხანს მოუწევთ საქართველოში მკურნალობა რუს ოფიცრებს, ეს მათივე ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. ტყვეთა გაცვლის პროცესი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაუზუსტებელი სიების გამო ჭიანურდება.